კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ აქციების დროს ძალადობის ფაქტებზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. საქმეზე დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობის გზით გადამეტება ედებათ ბრალად. ხოლო როგავას ეპიზოდზე ბრალდებულს გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის გზით ხელის შეშლასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სახელმწიფო გუნდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისკენ მიუთითებს ოპოზიციურ ლიდერებს და ევრობიუროკრატებს. შალო პაპუაშვილის განცხადებით განაჩენი ერთგვარი ტესტია, რამდენად შეძლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში 7 თვის თავზე ძალადობის დაგმობას. ოპოზიციური სპექტრისთვის კი დაკავებულები კვლავ პოლიტპატიმრები არიან. განაჩენი არის ასევე ტესტი ევროკავშირისთვის, რომ ახლა მაინც 7 თვის თავზე ნახავთ თუ რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი, არაძალადობა, ნამდვილი სურვილი დანაშაულის წაქეზებაზე უვალის თქმა და გამოჩნდება ამ შეფასებებში. არის სასამართლოს დოკუმენტი, არის განაჩენი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასევე ველით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ამასთან დაკავშირებით და ახლა მაინც იქნებ დაგმოს ძალადობა, რომელიც მთლიანად დღეს შერაცხული აქვს ევროკავშირს. 4 ოქტომბერი ეს არის ევროპული ძალადობის დღე, როდესაც სცადეს ევროპის დროშებით ხელისუფლების დამხობა. აბსურდული შეფასება არის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, სხვა შორის ძალიან მიეჩვიან ამ ტერმინის გამოყენებას. ეს არის საქმე, რომელსაც ჩემი გადმოსახედიდან აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, რაც კი შეიძლება იყოს, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალყურს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც ანონსდებოდა თვეებით ადრე ყოველდღიურ რეჟიმში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სათქმელი მათ არაფერი არ აქვთ. მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში დღეს შალო პაპუაშვილი ალბანეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის პარლამენტების ვიცე-სპიკერები შეხვდება. საქართველოში ვიზიტით მყოფი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ელჩი კევინ ჰამილტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა. ჰამილტონს ადგილზე ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო. მან დეტალური ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს შეეხება რა თქმა უნდა ნატოს და ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის 32 წევრს. ჩვენ ამის შესახებ არაერთ გზის ღიად გვითქვამს და დღეს ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებთ აქ. ნატო ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართული საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარემა განიხილეს დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყანაში არსებული გამოწვევები და ეს პოლიტიკური მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებს და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მიტროპოლიტი მეუფე იობი და მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სამი კანდიდატიდან ღვთისმთავრები საქართველოს 152 პატრიარქს 3 დღეში აერჩევენ. როგორც დეკანოსმა ამირან ამირანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კანდიდატების შემოქმედება, ფერული ცხოვრება და ის თვისებები, რაც მომავალ პატრიარქს სჭირდება. გაფართოებული საეკლესიო კრება 11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. მეუფე გრიგოლი ჩემი დიაკონი იყო, იობი ჩემი მეგობარი და ახალი მზე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ არის შიო. ყველანი კარგები არიან და ეს სიკარგე
უნდა გამოჩნდეს და გამოვლინდეს მათი შემოქმედებიდან, მათი თავდადებიდან, მათი ბერული ცხოვრებიდან და იმ თვისებებიდან, რომელსაც მოითხოვს ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა ქონდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ეკლესიაზე ზეწოლას არავის არ ურჩევ. არავის, იმიტომ რომ ეკლესია ღმერთის არის. ჩვენ ღმერთის მსახურები ვართ და ღმერთის წინააღმდეგ ვინც წავიდა, როგორ წარემართა მას მომავალი, ხედავთ ჩვენ ისტორიულად. დღეს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ჩატარდება კონფერენცია, სადაც განიხილავენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის მიღწევებს და მიმდინარე საქმიანობას. გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიება დასრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით. 11-ის ნახევრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონფერენციას მასპინძლობთ. კონფერენციის ფარგლებში განვიხილავთ სამეცნიერო კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებს. 15 საათიდან კი ყველას ველოდებით გუდიაშვილის მოედანზე, სადაც შეძლებენ ქართული ღვინის დაგემოვნებას, ეწვევიან ღვინის ბარებს, ასევე გაიმართება ქართული ქვევრის ინსტალაცია და ცოცხალი მუსიკით ვიზრუნებთ მათი განწყობილების შექმნაზე. დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია და ყველას გელოდებით. და სპორტი. იმედზე სპორტის მინისტრი შალო გოგოლაძე გურამ ლორდ-კიფანიძის სახელობის ტურნირის ფინალს ვეტერან ფეხბურთელთან ქოჩა ჯამარაულთან ერთად დაესწრო. ფინალში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები გლდანი და იბერია 1999 დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გლდანის გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა. ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელობითი ტურნირი 1999 წლიდან ყოველწლიურად იმართება. პირველ რიგში მინდა მიულოცო გამარჯვებულ გულს, ეს წარმატებული ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნათამაშებს სპორტსმენები მომავალში არაერთი ტურნირი თამაშებენ და არაერთხელ ასახელებენ ჩვენ ქვეყანას. სულ ჩავუტარდა 2 თამაში და ორივე თამაში მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. რა ასეთი თამაშები და ასეთი ტურნირები მხოლოდ პოპულარიზაციას და ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ბავშვებს. რაც უფრო ჩატარდება ესეთი ტურნირები, მით უფრო კაი იქნება ჩვენი განვითარებისთვისაც, ასევე სხვა ბავშვებისთვისაც და სხვასაც უსრულებს წარმატებებს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით გემშვიდობებით.